აი ეს ეროვნული ბანკი, სადაც ჩვენ ამ წუთში ვდგევართ, ამას ქვია საქართველოს ეროვნული ბანკი, რომელსაც არაფერი საერთო არ აქვს საქართველოს როგორც სახელმწიფოს კეთილდღეობასთან და განსაკუთრებით მის ერთან. ეს არის მსოფლიოს რამოდენიმე ოჯახის მიერ მართვადი ორგანიზაცია. ჩვენ აქ გადმოვიტანთ ცენტრს წინააღმდეგობის და აუცილებლად დღეს ვაჟღერებთ, თქვენ ხედავთ, ჩვენ რა მოთხოვნა გვაქვს. სახელმწიფოს, რომელსაც არ გააჩნია საკუთარი არც ერთი ბანკი და ხელში ჩაუდგო კერძო პიროვნებებს. მინდა მივმართო ყველა ძალას, რომელიც რაღაცას აპროტესტებს. ზოგი ევროპისკენ მიდის, ზოგი ამერიკისკენ, ზოგი რუსეთისკენ და ასე შემდეგ. ვისაც არ უნდა ძლიერი სახელმწიფო, საკუთარი ბანკით, ყველა მტერი ხართ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი სამშობლოსი. ჩვენი მოთხოვნა არის სასწრაფოდ ხელისუფლებამ ჩამოაყალიბოს, დაარსოს საქართველოს მართლა სახელმწიფო ბანკი. ჩვენ უკვე ორშაბათს ჩამოყალიბებულს, რაც უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ, მიუტანთ, რომ ჩამოაყალიბოს სახელმწიფო ბანკი, რომელიც აიღებს თავის თავზე ვალდებულებას, გამოისყიდოს ყველა ეს პრობლემური სახლები, ყველა სტრატეგიული ობიექტები. ჩვენ დარწმუნებული ვარ, ჩვენი საზოგადოება მზად არის ამისთვის. მასმედია, ტელევიზიები, აბსოლუტურად ყველა საინფორმაციო წყარო ჩაერთოს იმაში, რომ დაარსდეს სასწრაფოდ, შეიქმნას ვამბობ სახელმწიფო ბანკი, რომელიც იქნება პასუხისმგებელი. მე ამ 15 წლის განმავლობაში მოვიარე ყველა ორგანო. პარლამენტი, მინისტრთა კაბინეტი იქნებოდა თუ პრეზიდენტი, მათ აქვთ ასეთი პასუხი. ჩვენ კერძო პირების ურთიერთობაში ვერ ჩავერევით და მერე როცა უკვე კერძო პირები წაგვართმევენ ქონებებს, გამოსასახლებად ერევა უკვე იუსტიციის სახლი და თავისი აღსრულების ბიურო. ეს არ გაჩერდება. ჩვენ ყოველ დღე ხვალ გეტყვით კიდე როდის მოვალთ ზეგ, მასზეგ, ორშაბათს, სამშაბათს და თუ არა ვამბობ ძალა საზოგადოების, რომელიც აჩვენებს ხელისუფლებას, თავის ძალას და სამართლიან მოთხოვნას. ჩვენ ყოველთვის ამას საყვედურობდნენ, რომ აი თქვენ რო აპროტესტებთ, მაშინ გითხარით გამოსავალი. გამოსავალი და ხსნა ამ შემთხვევაში ამ პრობლემის ჩვენ გითხარით თქვენ. ხელისუფლება იღე ყურად რას გეუბნებით.